ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი კი ამ დრომდე გათიშულია რადიკალის შეშლილები, ბოროტება, კრიმინალური ორგანიზაცია დონალდ ტრამპის და ილონ მასკის ამ ეპითეტების ადრესატი სწორედ USAID ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა სააგენტოში საკადრო ცვლილებები და მისი სახელმწიფო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადასვლა უკვე დაანონსა. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე კი ამერიკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სააგენტოს მიმართ საკმაოდ მძიმე ბრალდებებს აჟღერებს. მათ შორისაა ბრალდება USAID-ის მხრიდან ბიოლოგიური იარაღის კვლევების დაფინანსებაზე. არ არის გამორიცხული, რომ კრიტიკისა და მძიმე ბრალდებების გარდა საგამოძიებო მოქმედებებიც დაიწყოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ითხოვს USAID-ის საქმიანობით გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდეს. თაღლითობა, კორუფცია, მასკის მხრიდან მწვავე განცხადებები კეთდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის მისამართითაც. რა ხდება USAID-ის ირგვლივ გაურკვეველია. ორგანიზაციის ვებგვერდი გათიშულია. თუ ამერიკის პრეზიდენტის ბოლო კომენტარებს გადავხედავთ, ორგანიზაციის ირგვლივ ალბათ კარგი არაფერი ხდება. USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს და ჩვენ მათ მოვაშორებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერის დროს თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მას ეთანხმება იმაში, რომ USAID უნდა დაიხუროს. ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრამპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა, დარწმუნებული ხართ? ხოლო ტრამპმა უპასუხა, დიახ. ასე რომ ვხურავთ, თქვა ილონ მასკმა. მას კი ამბობს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობა პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც დამოუკიდებლად განკარგავს ამ თანხებს. ის პასუხისმგებელია ამერიკის საგარეო დახმარების და განვითარების პროგრამების მართვაზე. სააგენტო 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა. ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სააგენტო, რომელიც კონგრესის მიერ შეიქმნა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, ზედმეტად პარტიზანულია და დემოკრატებს ემხრობა. როგორ განვითარდა მოვლენები USAID-ის ირგვლივ ბოლო დღეებში? ორგანიზაციის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაშია. მათ სააგენტოს სისტემებზე წვდომის და საიდუმლო ინფორმაციის მიცემაზე უარი უთხრეს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც USAID-ის ვაშინგტონის ოფისში შესვლას სასამართლოს ნებართვის გარეშე ცდილობდნენ. ამ სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია. USAID იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც ზულთ ამერიკა. მას კი აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს, სადაც ბენცი საუბრობს USAID-ისა და მისი როლის შესახებ ინტერნეტ ცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებით. მე ჩავატარე 50 საათიანი პირადი ლექციები USAID-ისა და მისი წამყვანი როლის შესახებ ინტერნეტ ცენზურაში, საზოგადოებაზე პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნასა და მის საკვანძო როლზე CIA-ის თაღლითურ მუშაობაში. როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს. 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე. ამერიკული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ USAID-ი შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდეს. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩართვა შეიძლება ნიშნავდეს ამერიკის განვითარებისა და დახმარების გრძელვადიანი პროგრამების დაფინანსების შემცირებას. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა კი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს წერილი გაეუგზავნეს და მოითხოვეს ახსნა განმარტება USAID-თან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.